ვაგზელე ფულიშონას პოლიციის ცხოვრები და ერთი წამი ერთო მომისმენ ერთი წამი. გისმენთ ხო? კაი ესე იგი რა მოხდა იმ ოპერაციაზე დეტალურად მომიყევი? რომელზე? რომელზედაც ადიყავი მეჯინიბებთან კაცო მისურე. არაფერი, რა ვიცი, ბრძანება მივიღეთ უარა შევედით სახლში და მე გაიქცა ის უფროსიტო. კოორდინატები არ ქონდა ზუსტად მოწოდებული ის ზუსტად რა ადგილას იდგა კაცო მაგათი უფროსი? არა, FPS ეგ ჩვენთან არაფერი არ მოუწოდებია. მესმენ ეხლა ორდერი გვაქვს ჩვენ მაგათი მეორე ვილის გაჩროგეს. ეჭვი გვაქვს რომ ის მაგათი უფროსი იქნება და იქნება დააკავოთ. ოღონდ ორდერით უნდა შეხვიდეთ. არანაირი სროლები და არაფერი. ანუ სროლები არ გვინდა? არა, სროლები კაცო, სროლების გარეშე უნდა შეხვიდეთ იქ და ის უნდა დააკავოთ რა. გაჩრიკოთ სახლი რამე კანონსაც ამდგოს თუ ნახოთ ყველაფერი უნდა წამოიღოთ აქ და ექსპერტები უნდა დაიბაროთ. გასაგებია და სროლები რო ატეხონ? ვერად ეხავენ ორდერით როცა მიყო. გასაგებია და ეხაც რო ისე დაგვეკავებინა? არა, ეხლა მზად იყვნენ ისინი სასროლებლად და ეხა იქ ხალები იქნებიან ისინი ეგ არ ატეხავენ სროლას. გასაგებია, კაი მაშინ წავალ. მედი აბა თქვენიც. დაჯე სოფია მოკლედ მანქანაში და ეს ვიდეო დასაწყისში ვავიყვანოთ 10,000 ლაიქს რომ პოლიციის ვიდეოები მალე დაიდოს და იმიტომ აგვიანებს ხოლმე რომ ბიჭო არ ვალაიქებთ ვიდეოს და დავალაიქოთ და გამოვიწოროთ არხი. დააჭერეთ subscribe ღილაკს 19,000 გამომწერი გვაკლია აქაც ავდივართ 100,000 გამომწერზე და რა ვიცი მოვიხა 40-50,000 ნახვას რო უგროვს ვიდეო ნახევარმა რო გამოიწეროთ უკვე 100,000-ზე ვარ დასულები და არ შეიძლება ძმაო ეგრე არხი გამოვიწეროთ და ისე ვუყუროთ. აუ რა უნდა ეხლა არ გამოვედი ამისგან გისმენთ? მისმენე მე ერთ-ერთი დაჯგუფების ის გასაჩრეკი რა ოფისი. რა დაჯგუფების? რაღაცა Black Mamba არისო თუ Bamba რა ვიცი მე დაბიან აქეთ და ხალხს არ ეკეთებენ რა. რას ლაპარაკობთ? ხო და მაგაზე ინფორმაციას ვაგროვებთ ეხლა რაღაც თვალთვალი და რაღაცები მოგვიწევს და მაგაზე ყურადღებით რა. კაი ხა ეს საქმე მივხედო ეხლა ამას და მე იყოს ეგ Black Mamba თუ Mamba. კაი. და სხვადასხვა Black Mamba-ს ხუდები და მაისურები და მოკლედ ყველაფერი იყიდება და მარაგი ნელ-ნელა იწურება და ვისაც შეძნახ სურთ ეხლავე გადადეთ აღწერაში დეპარლინგს და შეიძინეთ იმიტომ რომ ახალი წლის პერიოდში ვფიქრობ რომ თითქმის ყველაფერი გაიყიდება და ვისაც საშუქრად გსურთ შეძენა სამწუხაროდ ვეღარ მოახერხებთ მე იმიტომ რომ ახალი წლის დღეებში თვითონ მაღაზიაც აღარ ემუშავებს, ბიტანის სერვისიც აღარ ემუშავებს და ფიზიკურად მარაგების შესაძლებაც ვეღარ მოხდება და ახალი წლის მერე უკვე იანვარში ვნახოთ რა იქნება. ამიტომ ვისაც ახალწლ საჩუქრის შეძენა გსურთ ეხლავე შეიძინეთ აღწერაში დეპარლინგიდან და ანამ ვიდეოს ყურებას გაგრძელებთ გეტყვით რომ Black Mamba-ს მერჩი დღე იწურება, ამიტომ ვისაც შეძენა გსურთ ახლავე გადადეთ აღწერაში და კომენტარებში აპინულ ლინკზე და შეიძინეთ ჩვენი მერჩი ონლაინ. ლინკზე რო გადახვალთ დაგვხვდებათ ესეთი ფანჯარა, სადაც აირჩევთ ჩვენს პროდუქტებს, მაგალითად გვინდა ჰუდი შეძენა, ვაჭერთ ჰუდს, აირჩევთ სასურველ მოდელს, მაგალითად Black Mamba არის ეს, Black Mamba Money ეს და ბებო როგორა რა თქმა უნდა სიჯის მერჩი თუ გსურთ. აქ ირჩევთ ზომას, მაგალითად ავირჩევთ ეს, ირჩევთ სასურველ ფერს, რაოდენობას, კალათაში დამატებას და შემდეგ სტანდარტულად მიყვებით გადახდის ინსტრუქციას. ჰუდების გარდა შეგიძლიათ შეიძინოთ მაისურები, მობილურის კეისები iPhone 11-დან ზევით, ჭიქები, რომელიც ძალიან ლამაზია და ძალიან ბევრი ყიდულობს და მარაგები დღე იწურება. ასევე Black Mamba-ის ბარათზე დასაკრავები, რომლებიც აი ესე გამოიყურება და ძალიან მარტივად შეგიძლიათ დააკრათ მაგალითად თქვენს კულკარდებზე. და ვისაც შეძენა გსურთ ეხლავე გადადეთ აღწერაში დეპარლინგზე, იმიტომ რომ მარაგები დღე იწურება და ახალ წლამდე ეჭვი მაქვს რომ არაფერი აღარ დარჩება, ალბათ მაისურის და პაზლის გარდა ახო და თუ გინდათ რომ ვინმე საჩუქოთ ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ. რაც ყველაზე მთავარი შეძენა ხდება მხოლოდ ონლაინ სტიკლებზე, ანუ სტიკლების საიტზე და არა Facebook-ზე მიწერით, Instagram-ზე და ასე შემდეგ. მხოლოდ საიტზე უნდა გადახვიდეთ და მხოლოდ საიტზე უნდა შეიძინოთ სასურველი მოდელის ჰუდი იქნება, ჭიქა იქნება თუ რაც იქნება. უი ხალხო გამარჯობა. ხო, სოფიას რო ჩვენთან იყო მაგაზე საუბარი დამოვიწყდა. არა უშავს ხა ისე დაკავებული იყავი მესმის. რაიდან დაბა, კაცო სხვაგან მივიდოდი და გამოძახება რატომ მოვიდა? ეს ამირა წადი მაგ გამოძახებაზე რა. იღებულია, კაი, მაგრამ ეხლა სხვაგან მივდიოდი და. წადი ესეც აუცილებელია რა, ისინი მოიცდიან კაცო იქ არიან ბაიც. აი მიღებულია წავედი. გაიგე ხა რა ხდება suspect spotted, ანუ ვიღაცა ძებნელი ტიპი არის იმ ადგილას რა და ეხლა სოფია შენ უნდა იკაცო ხა ხო იცი? ცენაზე რა მაგრა დავიჭირე. ხო და უფროსე ჯერ კიდევ არ ჯერამ, მაგრამ it's okay, დავაი ჩართო ჩვენი სირენები და წავედით. შეაჩერეთ მოძრაობა, შეაჩერეთ. და ჩვენ და სამწუხაროდ კონკრეტული პიროვნება არის იარაღების მაღაზიასთან, ესე რომ მოემზადე სოფია, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, გავთიშოთ სირენები რო შორიდანვე არ გაიგოს ჩვენი მისვლა და კაი, აბა სად არიან? აქ არ არის. არც აქ, აი აქ უნდა იყოს როგორც ოახშენი რა გავაკეთე. აქ არის როგორც ჩანს. შეიძლება ოშიგნით არის? შეიძლება შიგნით არის საერთოდ შესული. კაი, აბა გადავიდეთ, ფრთხილად იყავი მაინც, იარაღი ჯიბესთან ახლოს გქონდეს, უბრალოდ ხელში გქონდეს და აქ არაფერი. აი, შიგნით არის რაღაც, ხო? ერთზამი დაიცადე. გამარჯობა, რა ხდება?
გამიხურა ძმაო საქმე რა, გამიხურა. არ გადის ძმაო აქედან რამდენი ხანია ვაგდებ რა. აუ ძმაო მე გარკვევით გითხარი, მინდა იარაღის ყიდვა. ერთი წამი აბა დაკავე ეს ძებნელი პიროვნებაო. არა ძმაო უბრალოდ გამოვიძახე რომ მოსულიყავით გაგიყვანეთ აქედან რა. ბატონო, ხო დატოვე ტერიტორია. ეხა ქალბატონო თქვენ მასწავლეთ მე რა გავაკეთო რა ტერიტორია დავტოვო არა ის იარაღი მინდა ვიყიდო რა. ბატონო, იარაღის წარების უფლება გააქვთ ან ლიცენზია რამის? არა ძმაო პროსტა იარაღი მინდა. თქვენი გაბურღათ მოდელის მე ესე დაბოდიალობს. მისმენთ, რაში გინდათ იარაღი აბა? აი ხა აქ არკვიოთ ეგა გადით გასულ გარეთ რა. ერთი წამი რა, ველაპარაკები არ გესმის? აუ ჩემი რა. ბიჭო, თქვენ არ გესმის? აქ შემელია ნებისმიერ დროს მოვიდე რა. ეს არის საჯარო ადგილი ძმაო. რა საჯარო და ადგილი არის, გარეკილი აქვს ბიჭო, ამას ეს არ არის ნორმალური, რა თუნდა ამას იარაღი. ბატონო, ეს არის კერძო საკუთრება რა, არანაირი საჯარო ადგილი არ არის, ეს არანაირი საჯარო თავშეყრის ადგილი. ხო დატოვოთ ტერიტორია, იმიტომ რომ აქ თქვენ იარაღს ვერ შეიძენთ და ბატონიც გიბრძანებთ მაგას მესაკუთრე რა. ვაიმე, ბიჭო, რამდენჯერ უნდა გადავიხო, გელაპარაკოთ, ვიხდი ძმაო, ფულსაც ვიხდი, მომედით იარაღი. უკაცრავად ხო დაწნარდეთ რა. არ შეიძლება თქვა, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რამდენს გადაიხდით. აქ იარაღს ვერ მოყიდიან და დატოვეთ ტერიტორია და დაემორჩილეთ რა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. კანონიერს რა არის კანონიერი? ვაიმე ბიჭო, პროვოკატორია, ეხლა რის გამო უნდა დავიჭიროთ ტიპი? კანონიერი მოთხოვნა არის ეგეთი. გაბურღათ მოდელის მე თქვენი რა. გაგბურღავ ეხა მე შენ დრელის. გაჩეიხა ბიჭო. წადი შენი. წესერად ილაპარაკე ბიჭო, გამბურღავ არა ის კიდე. ამ მაღაზიის დიდაც კიდე ჯეკ. ბატონო, მოდი აქ დაკავებული ხარ შენ უკვე ზედმეტ. ოპა, სოფია საღოლ. ჩემი რა სიჯი და რა სოფია. დავაი დაკავებული ხარ ძირს. რის გამოტო? ძირს მეთქი, ძირს. არ დავწვევი. ძირს ბიჭო დროზე. კაი. წარბებ გაკეთებული პოლიციელი ვინ არის? დაწეკი ბიჭო ძირს. მოდი მოგტეხო ხელები, მოდი. აუ რა ტიპია ჩემი. ძმა წარბებს ადიკეთებ. ერთი კაი სალონი ვიცი და ჩემს ვიზაჟისტთან თუ ვიღაცასთან რა ვიცი რა. ვახ ჩემი. მეტი ვერა იყვნენ ბიჭო პოლიციაში. ჩუმად იყავი შენ მან და სოფია კიდევ ერთხელ სოფიას FBI-ში ჩემზე მალე მიიღე, ანუ რეაქცია აქ რაღაც სასწაულე რა, წათრიეთ ეს რა. წავიყვანო? არ წამიყვანოს მაუ რა. წაიყვანეთ. წავიყვან რა მე რა მივხედავ მანქანაში თან. გადის მაუ აქედან, გადი ჩემი გამჭირვებიათო. არა რა გინდოდა ბიჭო, გითხარი რომ გადი რა აქედან, გადი, არ გინდა, არ შემოგიშვებენ აქ. იარაღი მინდა მაინც ვიყიდე. აი ნახოთ აგერთ ვიყიდი რა. წამომბრძანეთ ბატონო. ახლა შეიძლებოდა მე წამიყვანა რა. წადი ბიჭო, მომწონდი აქედან, ჩემი გამჭირვებია კიდე შენ მინდე ხარ? მოგაკითხავ განყოფილებაში. გარეკილი აქვს ტიპებს რა. მოკლედ ბატონო, დაწნარდით, ყველაფერი მოგვარებულია, დაკავებულია პიროვნება. ეხლა თქვენ მითხარით კონკრეტულად რა უნდოდა? ორი ლემონკა უნდოდა, ერთი დეზერტ გლი უნდოდა და ერთი სნაიპერი. ესე იგი, კაი არაფერი არ ქონდა ჩაფიქრებულია რა. არა ძმაო, არა, თქვენი გაბურღა და ფული კონდათო. კაი, მაგას გამოძიება და ადგენს რისთვის უნდოდა და რაღაცა და კაი, მოკლედ რამე სხვა შენიშვნა ხო არ გაქვთ რამე? არა ძმაო, მადლობა პერეკით რომ მოხვედით ესე და მომაცილეთ ეკაცი რა. ასეგები არაფერს, კარგად ბრძანდებოდეთ. აქ რაღაც ხდება კიდე, არა ეს პალეტო ბეიში ხდება რაღაც და მან ჩვენ არ ვეხებით მაქაურობას. მე რა ვქნა? რა ქნა და წადი ძმაო სახში რა უნდა ქნა გამანები თავი. მოკლედ რა გამაგიჟებენ ესენი რა. დავაი, წავედით ჩვენ სოფია ჩვენს გამოძახებაზე რა ჩვენ საქმეს რა ხდება? ოპა. მოდი ქალო, აქ პოლიცია აქ იყო და ვიღაცას ცემდა შუა ქუჩაში. არა გამაგიჟებენ ესენი. ოპა. სოფია აღარ ხუმრობს იმენა რა. ნახეთან იცის და ეგრევე ტეიზერი რომ უნდა ამოიღოს და ეგრევე გადაცვლეს ხოლმე იარაღში. ძირს დაკავებული ხარ თქვენ გათმობილება თქვენს მენდა თქვენ ყოველთვის შეიძლება სასამართლო თქვენს ამდე იქნას გამოყენებული. თქვენ ბრალად გედებათ ქუჩაში ძალადობა. სოფია ნახე. მაგრა დაიშირა რა. იმენა რა. ღირსი იყო. გალბატონო არ ვიცი რისი ღირსი იყო, მაგრამ ქუჩაში ძალადობა არ შეიძლება თქვენ დაკავებული ხართ. აქ რა ხდება? ერთი წამი. რა ხდება? პოლიციის მანქანას დაარტყა მან? გამოვბრძანდით, გადმოდი. რატო? პოლიციის მანქანას დაარტყით, ქალბატონო, რას ქვია, რატო? აუ, კარგით რა გამიშვით რა. აქ წავალია ქალბატონო, დაჯექით ახლა აქ დაბლა დაკავებული ხართ. ესეც ესე და რა ხდება? ბიჭო, რაღაც ხდება კიდე სოფია. ვიღაცას უმისნებს თო? ვიღაცას იარაღია აქ? სოფია რა ხდება? ეს პოლიცია შეურაცხყოფას აყენებ, დავაი ზირს ბიჭო. აუ, კაი რა ძმაო რა. პოლიციას ქაოს სროლები ატყდა ბიჭო სადღაც? საწავიდა ეს კაცი საწავიდა. ეს აგერ არის. მოდი ძმაო აგერში დაკავებული ხარ. რა ხდება ბიჭო, სადაც სროლები ატყდა ეხლა? ოპა, აი იქ. არა, всё, არაფერი. არა, პოლიცია ვიღაცას ესვრის ერთი წამი. რა ხდება ძმა აქ? რა ხდება ოფიცერო? არაფერი გაგვიქცა ვიღაც. ვინ გაგიქცათ ბიჭო, არ გამაგიჟოთ ეხლა, რა ხდება აქ? აქ არაფერი.
სროლები იყო ეხლა აქ, ხო? დაკავებული უკვე პიროვნება დაკავებული. რა ტიპები ხართ რა, გამისკდა გული მეთქი რა ხდება აქ ვარ შევაჩეროთ აგერთე მოძრაობა ან slow down რა, იმიტომ რომ სერიოზული ამბებია, ნახე რამდენი დაკავებული ყავს. აქ კიდე ვიღაცო. რა ხდება ბიჭო? მოდი აქ. დაკავებული ხარ, სოფია რომ ისდევს ეგრევე არ ჩერდება. ორი ადამიანი ბიჭო, არა, ძალიან სერიოზული ამბებია ტყდა აქ. ამაში ჩავждები ახლა ვიღაც მანქანას მოვიპარავ. ეს დააკავეთ აგერა, დაადე მაგას ბორკილები. დავაი. ეს ერთი დაიჭირეს აგერ. მეორე სადგარბის, მეორე აქ. ოპა, მეორე სოფია. რა ხდება ბიჭო დღეს, თო? დაკავებული ხარ ძმაო, მაგრამ მაგას სოფია მიხედავს. მედი სოფია. არ გაინძრე, ძალიან კაი. რა ხდება კაცო დღეს აქ რა უბედურება? აი ძმაო, დღევანდელი დღე მესმის. აი რა გიდოდა ძმაო? თქვენ არ დაემორჩენთ პოლიციას. დავაი, გამოვიძახოთ პოლიცია ამისთვის. სოფია მიხედა ერთი წამი მან დარჩი, აქეთაც მივხედოთ ამას. აი ესეც გარბოდა? ამას აღარ ბორკილები ხო და ტყუპები ხართ, თუ პატრონები ყველა ერთმანეთს რო გავხარ? დავაი, ამისთვის პოლიცია გამოვიძახოთ. ნახე 1 2 3 4 5 დაკავებული ერთ ადგილას, ანუ ერთ ქუჩაზე. ძალიან ზედმეტია იმენა რა, stop traffic იმენა ამ ზონაში მოძრაობა აკრძალულია, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული რაღაცები ხდება და აქაც ესენი მიდი, ამათვისაც პოლიცია გამოვიძახოთ. დავაი, ძალიან კაი, ამ ქალბატონისთვისაც. თუ suspect in one area ხო ჯობია, იმიტომ რომ ესე ყველა სათითაოდ ხო არ გამოვიძახებთ რა. და აქაც ამ ქალბატონისთვისაც გამოვიძახოთ პოლიცია. ესეც ესე. ძალიან კაი, მოვიდნენ ესენი ზევით იმასთან არიან. აქ ესენი ჩაბარდება, წაიყვანენ. გაგიჟდება კაცი, თუ ესეც ჯერ აფერი არ მინახავს. წაიყვანეთ ქალბატონო, აგერ არიან, ნახე ვერ ხედავ? და მე რო გამიშვა ჩემანქანას რა ეშვენება, სახში ვარ მისასვლელი. აი, კაცო, ყველა სახში ვარ, საბოლოოდ მისასვლელი. დავაი თქვენი მანქანა აქ ეხა გავჩრიკოთ, ნახოთ რამე კანონსაწმენდო ხო არ გვიძევს, პლუს პოლიციის მანქანა დააზიანეთ და საჯარიმოზე გადავიყვანთ ეხლა ამას. აჰა, იარაღი გიდათ. გავთ იარაღის მოწმობა? დიახ. გადაემოწმეთ ერთი აბა ეს ქალბატონი, ალისა კერანი. აქვს იარაღის ტარების უფლება? არა, არ მიჩვენებს. გადაამოწმეთ მე რადარ რამე დავუმატეთ მუხლი. მიღებულია. ძალიან კაი, ამისთვის ეხა თო უთრაკი გამოვიძახოთ. არა, ბიჭო, ნახე აქ რა ხდება, თო? ეს პოლიციის მანქანა საჯარიმოზე გავუშვათ, იმიტომ რომ დაზიანებულია. მაგრამ ამას ვერ უშვებ, არა. გადაო. სამწუხაროდ ამ მანქანას ვერ უშვებ მე პირადად საჯარიმოზე. ეს მანქანაც უნდა გადავიყვანოთ საჯარიმოზე. ეს მანქანაც იმიტომ რომ ამის მე პატრონი დაკავებულია და ვნახოთ აბა ამაშიც რამე კანონსაწმენდო გხვარდებს, იმიტომ რომ მე დავუმატებთ უკვე იმას წლებს. ლარჯი ბონგა, ეხა ბონგის გამო ამას ვერაფერს ვერ ვეტყვით. ბონგია რა, შეიძლება ჩილიმისთვის იყინოს, მამა. მოდი ეხლა ეს მანქანა შევამოწმოთ, ამ მანქანის მე პატრონის დაკავებულია. ეს ნახოთ აქაც რა. არა, იმენა ძალიან პროდუქტიული დღე, ამიტომ ეს 10000 ლაიქზე უჭველი უნდა ავიდეს. ოპა, აქ დევს, რაც დევს. ბიჭო, ჩემი. ამაზე თოუთრაკი გამოძახებულია. აქ რა გვაქვს, ერთი აქ ნახოთ, ყველა მანქანა საჯარიმოზე ვაფშე მთელი ქუჩა უნდა გაიწმინდოს. რა ნახეთ, აი? აქ არაფერი არ არის, მაგრამ ესეც უნდა გადავიყვანოთ საჯარიმოზე. ვაიმე, რა ხდება დღეს ეს, ჰა? არ ვიცი, არა, დღეს ისეთი ამბებია, შეაჩერე, ბიჭო, მოძრაობა, რას აკეთებ? ვერ ხედავ რომ გაჩერებულია ტრაფიკი. ბოდიში ძმაო, ბოდიში. არ უნდა მაგას ბოდიში უკაცრავ. ახ, ქალბატონო, რამე ხوار დაიზიანეთ. არა. უკაცრავ ეს მანქანაც აქ შევამოწმოთ. ეს მანქანა რატო აგდი აქ შუა ქუჩაზე ვისია? ეს ევაკუატორი ყოფილა, კაცო, გავატაროთ. არაფერი, ესეც გავუშვათ საჯარიმოზე. ძალიან კაი, ნელა ქუჩა სარიელდება ამ მანქანებისაც გამოვიძახეთ ევაკუატორები უფრო სწორად მოდიან და ძალიან კაი, წავედით რა სოფია რა. აი ძმაო გამოძახება მესმის. ეს ვისია. გამოძიებლების გონე. მე სადაგდებენ ამ მანქანას თო შუა ქუჩაზე, ნახე, კაი, მიხედავენ მე გამოძიებლები მაგას. ჩემს მანქანას ბიჭო არ გავიდოთ ერთი წამი, ევაკუატორები საცობი შეიქმნა, მეღადავებით. სოფია დაჯე. სოფია, წამო. აი ძმაო, ხვა გამეტო ნახე ამას. უბერავთ ბიჭო თქვენ, გაჩერდით რა. წავედით ესე ფრთხილად. აი ძმაო, ეს ამაზე ნაკლები დღე არ უნდა გქონდეს რა. კიდე კაი ამ გამოძახებაზე წამოვედით. მეჯინებებთან ნაკლები დაკავებები კი არ გვექნება. შეხედე ამათ რა. მთელი ქუჩა გადატვირთულია, რასაც ქვია და ძალიან კაი წავედით, მოხსნათ იქ ტრაფიკ კონტროლი და დანარჩენებს უკვე მიხედავენ ჩვენი მეწყვილეებიც და იქ გამომძებლები, გამომძებლები მე ხარ რა თქმა უნდა იქ უნდა გამოვიძინო რაღაცები და წავედი ისე მეჯინებებისკენ რა. მოკლედ რა. ამირან. ისმენთ? რა ხდება კაცო რა? რას ქვია რა ხდება? ბიჭო, მირეკავენ გაყოფილებებიდან, რა ვიცი, ერთმა ადამიანს შენზე მთხრა თანამშრომელმაო, 5 კაცი გამოუშვაო, ერთადო 6 მანქანაო, ევაკუატორები, რა ხდება, რამხელ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენე, რა ჯანდაბა ხდებოდა მან? 5 არა, ჯერ ესეთი 6 დაკავებული ყავდა იმისათვის, სადაც გამიშვით, მაგრამ ეგ სროლები ატყდა მერე, ვიღაც გალემა დაუშვეს ერთმანეთს, ზოგმა მანქანა დააყენა არასწორად. მე ბიჭო, შეიძლება კაცო ესე ხო ყველას დაკავება? და ისეთი კაცო კანონი ხო ყველას ერთია. ხვა დამარტყა ჩემი. რა ხდება?
აუ ერთი წამი რა უფროსო რა. გადმოდი ბიჭო მანქანიდან. ვა, ხე, ამას შეხედი. გაჩერდი ბიჭო. ვახ შენ, მოდი აქა. ვა, გავიჭედე ჩემი რა ხდება? ვახ, ვაკავებ და უცბად გაჭედა და ესე სოფიამ დააკავა. აუ არ ვიცოდი რა პოლიციელები თუ იყავით რა, ჩოლობილ მანქანას გავდი. ბიჭო, ვერ დაინახი აქ მე რო გადმოვედი რა მეცვა? გამიშვით რა. გაგიშვა არა ის კიდე პოლიციაზე ძალადობისთვის დაკავებული ხარ და ბრალად კეთდება საკმაოდ სერიოზული რაღაც. სად არის აქ ბიჭო? Call transport for suspect. მადლობა სოფია კიდევ ერთხელ. არაფერს მე ჩემს მოფალეობას ვასრულებდი უბრალოდ. ძალიან კაი. ნახე სოფია, არა ბიჭო, მეც ყველა მყავს მურთაზ აშკარა ჯობია, მურთაზ რავი ყველაფერი დუნდღულებში ხდებოდა და ნუ კაროჩი რა და ამასაც გამოვიძახოთ. აუ აქ რას ვაკეთებ? აუ ჩხრიკავა მას, სკაიპარემ გავჩრიკოთ, ნახოთ რამე ხوارოდებს, არაფერი ისეთი სერიოზული და ამაზეც tow truck-ი გამოვიძახოთ. აი მოვიდა ეკიპაჟი ხა წაგიყვანენ. კაი რა ძმაო რა. არ უნდა მაგას კაი ძმაო. გამარჯობათ. აი აგერ არის ეს დაკავებული წაიყვანეთ რა. რა ქნეგას რა დაეშავა. არაფერი პოლიციაზე იძალადა. რას ლაპარაკო? მოდი ბიჭო შენ აქ. აუ ჩემი. ხოინზე შენ ხარ ასაც გიზავთ რომ იგიყვან. კარგად წამოვარტყით 1-2 ყურის ძირში მეორეჯერ ვეღარ გაბედოს ეგეთი რაღაც. წამო სოფია. თან ბიჭო მანქანაზე დამარტყა აქეთო. დაჯე, ხო გისმენთ ისე უფროსო. რა გენი ბიჭო, კიდე კაცი გამოუში გაყობილებაში. დამიშვა და რა გავაკეთო? რა დაგიშვა? ხელი გამარტყა. აუ ყველა შენ როგორ ჩემი რა. ცოტა მოუკელი კაცო ამ დაჭერებს რა. კაცო რა გავაკეთო? იძალად და პოლიციაზე კანონი დაარღვიათ ახლა. კანონი არის ყველასთვის ერთი. აი გასაგებია, მაგრამ ეხლა ხო ხდება მაინც ცოტა ისე რა. არა ბატონო ვერ ხვდები, ვინც კანონს დაარღვევს, ყველას დავაკავებთ და პასუხს აგებს უმკაცრესად. კაი გასაგებია. ოხ. არ უნდა მაგას ოხ, წავედი ხა მეჯინიბებთან ავდივარ. კაი მიდი და მანდაც ახლა შეიძლება რომ ნაკლებით ყვავები გქონდეს და მარტო უფროსი რა. კაი ავდივართ. რა უნდა ამ უფროს ვერ გავიგეთო? კანონს თუ ვიცავთ, კანონი ყველასთვის ერთია. რა ეხა ვინმე ჩვენ იქ არასწორად დავაკავეთ, ერთი იყო და პოლიცია შუათითებს უჩვენებდა მაგის გამო დავაკავეთ შეურაცხყოფისთვის. მეორე იყო და პოლიციის მანქანას დაარტყა და მე წინააღმდეგობა გაგვიწია. მესამე იყო და ჩხუბი ატეხა. მეოთხე იყო და გაგვექცა და გვაგინა და რა ვიცი ეხლა ბიჭო. კაი, ესეც ესე იგი მეჯინიბეების ვილა. ოპა, აი აქ უკვე სოფია კაი არაფერი არ მოხდება. ორი კაცი უნდა შევიდეთ აქ? ორი კაცი არა, ერთი კაცი და ერთი ქალი. გამარჯობათ. რა ხდება პოლიციას რა უნდა ჩვენთან? არაფერი ძმაო, მოსაწვევი მქონდა აგერ წვეულებაზე. მითხარი ხა სად არის თქვენი ბოსი? ვინ ბიჭო? თქვენი ბოსი სად არის მეთქი ბიჭო? ბოსი ჩვენ არ ყავს. ყავთ სად არის თქვენი მთავარი ვინც არის? ვინდა ბიჭო? ვიქტორ მეჯინიბე. ვიქტორას ეძებთ? რა დაშავა, ჰა? შენ ბიჭო ფხიზელი ხარ? ხეზალი ვარ აბარა. მოდი ბიჭო აქ საბუთები მომეცი. მაინც დერწამი ორდერი? ორდერი აგერ აგვაქვს. გვაქვს ვალბერო სახლის ჩრეკის უფლება. ვახ ჩემი რა პონტია ესატო? საბუთები მომეცი აგერ აპონტია ეს კი არა. ეზო შეუვარდეთ იფჩორიკავთ. ანტონიო სევერინი, ანტონიო მეჯინიბე რატო არ ხარ? სევერინი პასპორტი აწერია, თორე ანტონიო მეჯინიბე ვარ ბიჭო. აჰა, ესე იგი მეჯინიბეც ხარ. აბა გაჩხრიკე ერთი სოფია. აუ ქალმა უნდა მიფათო როს ახლა ხელები, კაი რა. მინდი აბა ნახოთ რამე ხვაროდეს ამას კანონს აზრამდეგო და არაფერი რა ვისაც კიდე წაიკითხეთ თქვენ თუ მიხვდებით. დაგმაყოფილდი? წადე ძმაო, წადე მიხედე თავს, შევედით აბა ერთი შიგნით. მექსიკელებიც არიან ამათან როგორ ჩანს ხო და მე შეხედით და ოპა, იარაღიანი დაცვა. გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით? პოლიციას რა უნდა კაცო? ბატონებო, ვიქტორ მეჯინიბეს ვეძებთ, ორდერი გვაქვს სახლის შესრულს, ამიტომ შეგვატარეთ. არ შეიძლება ძმაო. სასამართლოს ორდერი გვაქვს მეთქი. არ შეიძლება ძმაო მაინც. ბიჭო, შენ ხო სახელმწიფო დაცვის სამსახური ხარ? კერძო დაცვის სამსახური ვარ ჩვენ. ხო და ყველა დაცვის სამსახური უნდა დაიმორჩილოს კანონს და ხა დაუმორჩილებლისთვის დაგაკავებთ. ვის დააკავე ბიჭო შენ? გვიანად იყავი ახლა რა. და ამ ვიდეოს გაგრძელება იქნება მომდენო ვიდეოში, ამიტომ ავიყვანთ ეს თუ 10000 ლაიქს და დაწერეთ კომენტარებში თქვენ აზრით რა მოხდება მეჯინიბეების სახლში და დავიჭერთ თუ არა მთავარ ვიქტორია მეჯინიბეს. ვიქტორია არა, ამიტომ ვიქტორ მეჯინიბეს.